როგორც იცით, გვექნება ასე დაგვერდით, რომ ყველა შოუში გვექნება ერთი თემა, ძირითადი თემა, რომლის გარშემოც ვისაუბრებთ ხოლმე და დღეს ესეთი თემა გვაქვს. რა თქმა უნდა და ეს თემა არის ქართული შოუ ბიზნესი. აპლოდისმენტები, ოღონდ ქართული არაფერი აქ ისეთი არ არის, ქართული შოუ ბიზნესი, ოღონდ რა მდგომარეობაშიც არის. ნახდათ რაში სხვა. ღარიბი, გაღარიბებული ქართული შოუ ბიზნესი. ღარიბი ქართული შოუ ბიზნესი. აი ეს არის დღეს ჩვენი თემა. არა, ვანიკოს ხონა გენიალური რეაქცია. გეხვეწები, შენ რო ქართული შოუ ბიზნესი თქვიცი, როგორ ჩაიყო. უნებურად. გაგებურად არიცოდა, ვანიკო ხო თემები არის. წინასწარ და ეხლა რო გაიგო, უცებ გაგიშა გაუყრე. არა, პრინციპში ქართული შოუ ბიზნესი იგივენაირად ჭრეს, როგორც ჩინელი თამადა. აი, ძალიან ურთიერთგამომიცხავი რამე არის რა. მოკლედ მეგობრებო, ქართული შოუ ბიზნესი არ ვიცი ილოს გაგებით როგორ ჟღერს, მაგრამ დააკვირდით ქართული შოუ ბიზნესი ცით როგორია, აი რეალურად რო დააკვირდით ქართული შოუ ბიზნესი სინამდვილეში. არც შოუა და მით უმეტეს არც ბიზნესი. ეს უფრო არის ბრძოლა გადარჩენისთვის. რომ გადარჩეს ადამიანი, აი ეს უფრო. შოუ და ბიზნესი ცოტა შორს გას ამ საქმიანობისგან რა. ნუ ჩვენ სამ ყველაფრის ნაწილი ვართ ფაქტობრივად რა. ჩვენც ასე ვარ და რა ვიცი, გამოსავალიც ნამდვილად არ ვიცი, ერთი გამოსავალი რაც შეიძლება რომ ან ხელისუფლებამ ან ჩვენ რამე მოუფიქროთ, ეს არის რომ სოციალური დახმარება გამოუწეროთ გაჭირებულ შოუ ბიზნესს. ეგ იდეა. ჩვენ შეძლებს სოციალური დახმარება დაუნიშნოს მთავრობა? თუნდაც პრინციპში არიან ვარსკვლავები, რომლებიც ითხოვენ ამ დახმარებას. მე ვითხოვ კაცო. არ ვარ წინააღმდეგი არანაირი და მაგრამ ვიცი რა არის, მანდაც რაღაც ხრიქს უზამენ. რა მე მოვა ეს სოციალური დახმარების აგენტი, უნახავს მიკროფონს რაღაც უკაბელო, უშნურო მიკროფონს და იტყვიან რომ ოხ, თქვენ დიდრები ყოფილ ხართ და მოუხსნიან მაინც. მე მგონია რომ კარგი ეს არ გამოდგა. აი შემდეგზე ვიფიქრე. არ გაამართლეს. რთულია გენაცვალე, რთულია საქართველოში რა. ვითომეტეს მომღერლობა. ეხა იცი რა არის? მე რო ფიქრობ, აი შედარება რო გავაკეთოთ, აი რუსეთში რო ავიღოთ, მაგალითად ბევრად ადვილი არის. ძალიან მარტივი ფორმულა აქვს, ყველაზე პრიმიტიული ფორმულა იმისი, როგორ შექმნა ჰიტი არის რუსეთში. მაგალითად ერთ სიტყვას ამოვარჩევ, მე სამჯერ მისამღერში იტყვი და ეგაა. მაგალითად მითხარი რამე სიტყვა რუსულად? სიგარეტი. სიგარეტი. ძალიან მარტივია. Сигарета, 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 чкамая. Сигарета, 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 чкамая. შემდეგი ლოშეც. Лошадь мой лошадь. Ах ты лошадь моя. Ах ты лошадь мой лошадь. Лошадка моя. Кобылочка моя, кобыла. ეგეც შეიძლება. არა იცი რა არის? რო ვფიქრობ, ესე იგი ბევრი ქავერი კეთდება ეხა, ანუ ძირითადად უცხოურ სიმღერებს ღერიან ხოლმე და ჩვენთან ხო არის კიდე ეგეთი სტილი, ფანოხი. და ფანოხის ნუ ეხა დედოფალი ითვლება რომ არის ნინო ჩხეიძე. და ძირითადად თუ ფანოხში იზღერის ხოლმე ესეთ სიმღერებს რომ გამისტორე? ამაღამ ნეტავი შენი თამადებ ხო აქ და გრუპავს ბიჭო ექსილამაზე ხო აქ ეგეთი ვეში მართლა? კი აქ ეგეთი სიმღერა და ზუსტად იგივე ინტონაციით მღერის უცხოურ სიმღერებსაც. აი მაგალითად არის რომ when you out there without care რაღაც ამერიკელი ტეხასელი მღერის და უცბად ეს როგორ მღერის when you out there without care yeah man ara touch when money came up marinina I just knew too much. ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეო ნახოთ და ნახოთ ვიდეო ნახოთ მაინტერესებს. And when you're there without care yeah I was out of touch. But it wasn't because I didn't know enough. I just knew too much. კარგია, კარგ დროს გავაკეთე. არქია სეპაშვილი. I thought that you were happy to some of your mind. Mesmerized. Think twice. It's my only advice. გაიღიმე მე მოაყოლა. გაიღიმე. სასწაულია და კიდე ერთი ინოვაცია არის ჩვენთან. რომ პოეზია გახდა შოუ ბიზნესის ნაწილი, იცით მიჭებო. იმიტომ რომ რეპზე კი არ მაქვს საუბარი. ეპიდაპირ პოეზიას აქვს თავისი კლიპი, ძირითადად უკან ვარდები და სიტყვები ადის იმ ლექსის რაც არის ხოლმე და უკან აუცილებლად ესეთი ამაღლებული ტონის მუსიკა უნდა მიდიოდეს და შენ ამ დროს უნდა იწყებდე აუცილებლად ეს. ის ფერთოვში გაცხადებული ნისლი მოვიდა. შენ კი ჩემთან ხარ პაწაწა და ისევ თოვლი მოვიდა გადმონთხეული ფიქრის ვარდები არა რაობა შენ კი ჩემთან ხარ მე კი მოვედი ღმერთის მზაობა ჩემი პაწაწა ჩემი სევდა გილო კარგი ხარ ილო ამბობი აქ ილო კარგი ხარ რატომ მოვედი მე ხოვიდან და ჩემი ფიქრის დაუ შენ კი წახვედი შენ კი წახვედი ამჩიტი სუდათ რა ნერვებია გამხას კაცო რა ნერვები ახ რა ნერვებია გამხას თუ შეიძლება აუცილებლად ნახოთ ვიდეო ეხლა ყინვა გამეფებულა სამყაროში მალულად
თბილისური თითები წერენ გულს დაფარულა ძალა გადარჩენისთვის. ერთი ნაპერწკალია, ერთი კოცნით მომხდარი, თავ გადასავალია. მე ილოსი უფრო მომეწონა. ხო, სიმართლე გითხრათ შემია, ხო არ დავიწყო ამ მოღვაწეობას. რატომ მოგეწონა? თამუნა ლეკოიშვილი უკან იმაზე კლავიშებზე იქნება და მე კიდე როცა გადაცემაში დაგადებენ. მოდის სიტყვები და ისე მოდის ფარულად. ბიჭო, იქ თავარი მუღამი იმის რა არის, იმ პოეზიის თავარი მუღამი, რომ აი თავარი არის წონალობაში, აი ვერ გაიგო რას ლაპარაკო. ხო, თავარი ეგა. ანუ ვერ უნდა გაიგო, მამა. დუხი უნდა იყოს, ენერგია უნდა ქონდეს. ხო, აი და მოლოდინი, აი თავარი ემოცია შეიგრძნო. ემოცია მოვიდეს. ჩვენც რო ნაწილი ვართ მაგ შოუ ბიზნესში. ვარ. არ ხარ ცნობილი ადამიანი. ყველა არა ვარ. შეჭემა. მოკლედ ხო ხარ ცნობილი? თელი ქვეყანა მოგიცნობს. ხო ხარ, აი მოდი ვარსკვლავი არ ხარ ქართული შოუ ბიზნესი ვარსკვლავი. შეიძლება მეტი რა გინდა? და შენც რაღაცებით მოკლედ ვარსკვლავური ამბები, აი შენი მანქანა, რა მანქანა ყავს? ხო რით მოხვედი სამსახურში? მანქანით ჩემი პირადი მანქანით მოვედი კი. რამდენი ადამიანი ვისაც არ ყავს? რა მანქანა ყავს? ნისანი, რომელი ნისანი? მარჩი. ვახ. მარჩი. ძალიან კარგი, პატარა იაპონური ნისანი. პატარა, მაგრამ მაგარი. რომელ წლიანია? 2004-იანი. რომელი წლიანი? 4-იანი. რომელი? 2004-იანი. აი ესე. ანუ უყურე 2004 წლიანი მანქანა ყავს და 2 წელიწადში სრულწლოვანი ხდება ვისი მანქანა. რას ველაპარაკები? აბა 2 წელიწადში მანქანა მომესრო. მარჯვნივ. შესაუცარი ვარსკვლავია, რა გინდა, ყავს უცხოური მარკის ავტომობილი სრულწლოვანი. მარჩი 2004 წლის და საჭეთს რა თქმა უნდა მარჩი აქაც განსხვავებული რო ყოფილიყავი, ხო, რომ აი გამოჩეულ. შენ რა ყავს რა ტიყარ. წარდგენილი. ხო მართლა რა ყავს? ფოტოშორის ჩემი სრულწლოვანია უკვე. უი, გილოცა. ჩემი სრულწლოვანია. ძალიან კარგია და ეხა 2 დღის წინ გამოუცვალე წინა ამორტიზატორები. მართლა, საკყავ. გამოუცვალე ოღონდ ხელოსანთაგიან მივიყვანე და გამოუცვალე. მე თვითონ გამოუცვალე, ჩემი ხელი. რო ეკონომია გამეკეთებინა, ვარსკვლავური ეკონომია. ვარსკვლავური ეკონომია კაი რამეა. თქვენ არასწორად ფიქრობთ, ხარ გეწყინოთ, მაგრამ მაო ის მე ესე ჭკუაზე ვარ, რომ მანქანა უნაც, მაო აი როგორი დაითრიო, იცი ჯერო ცხოვრება არ უნახავს. ახალი თაზა რომ შენ ჭკუაზე გაზარდოს, მაო გამიგე. თქვენ ეხა 1000 სინათრევი მანქანებით რო დადიხართ, მე ეგრე კი არა. სად არის, სად შენი მანქანა, რა მანქანა ყავს? მე ჩემი ჯერ არ დაბადებულა. ეს შენ თული ეგრე ვარ დაბადებული. არ დაბადებულა ჯერ. ეს თვითონ თulis ასე რო არ დაბადებულა, თორე შენი მანქანა ეხლა უკვე დაბადებულია, 5 წლის დაბადებულია. უბრალოდ ეხლა ამერიკაში ჯერ ხმარობს ვიღაცა იმას რა. როდესაც მობეზდება ან დაარტყავს, აი დაარტყავს საუკეთესო ვარიანტია და შემდეგ გამოუშვებს საქართველოში უკვე და გაიყიდა, აი ახალ სიცოცხლეს შეიძეს და ხელახლა დაიბადება შენთვის. შეიძლება გაგიმართლოს იქ ვიღაც ცნობილი ადამიანის ნახმარი მანქანაც იყიდო. მეტი რა გინდა? ტომ კრუზის გრემიორის მანქანა. ეგეც მოგართ. ეს სხვაობა მართლა დიდია ჩვენსა და რაღაც დიდ ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ აი იქაური ვარსკვლავი დაუშვათ იყიდის ტურნეს მოარტყავს და იყიდის ვილას, იახტას, მანქანებს და აქ დედასვიცა ვარ, ლელა წურწუმიას ბანკში არ დაუმტკიცეს მობილურის განმადება. მართლა მოხდა ეს კი არ ვიყავდაო. თვითონ მოყვა ლელა რა. თვითონ მოყვა. რა ვქნათ, ეგეთი ამბავია. ეგეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, ხანერად არ გამოდის. იცი რატო? იმიტომ რომ მარტო საქართველოში შეიძლება რომ იყო ვარსკვლავი, კაშკაშებდე, ანათებდე, ასხივებდე და ბანკში იყო გაშოვებული. მარტო აქ შეიძლება ეგ მოხდეს საქართველოში. და თუ იცი, რომ მე არ მიყვირს. ხო არის ადამიანი, მაგალითად, როდესაც საყვარელი ცნობილი ადამიანი ყავს, ვარსკვლავი ყავს, მისი ხელმოწერებს აგროვება ან რაღაც. ხო არიან ადამიანები, ვინც აგროვებენ ვარსკვლავს. თუ იცი, საქართველოში ვის აქვთ ცნობილი ადამიანების, ვარსკვლავების, სელებრიტების ყველაზე მეტი ხელმოწერები? ვის? კრედიტ ოფიცერს. მართლა კრედიტ ოფიცერს აქვთ ყველაზე მეტი ვარსკვლავის ხელმოწერა. კიდე იცი რა არის ძალიან საინტერესო, აი მაგალითად თუ ხართ დაკვირებული საზღვარგარეთ, აი ვარსკვლავები, სელებრიტები, იქაური შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, როდესაც სადმე კონცერტს მართავენ ან რაღაცა აკეთებენ, როგორი ანტურაჟი ახლავთ რა, გარშემო. აი მაგალითად ჯენიფერ ლოპეს, სადღაც 50-მდე ადამიანი თუ ის მას ურეკავს პროდიუსერი, რომ კონცერტი უნდა გამართოს სადმე და ეკითხება თქვენს ანტურაჟში რამდენი ადამიანი იქნება, რა გჭირდება? ეს ეუბნება 50-მდე ადამიანი ყავს. ერთი ქალია, რომელიც წარბებზეა, 4 ქალი თმაზეა, ერთი ქალი ყავს ნამდვილად, რომელიც წყალს დაატარებს ერთი და იგივე ტემპერატურაზე, რომელზეც სვამს ჯენიფერი. რომ ეს წყალი არც ზემოთ იყოს, არც ქვემოთ. აი სნუპ დოგი მაგალითად, მას ანტურაჟში ერთი 40-მდე კაცი მიყვება ხოლმე, რომ მიდის სადმე რა. ყავს პირადი მღვდელი დაყვება, რომ მიდის კონცერტის ჩასატარებლად. მასთან ერთად მიდის, მისი პირადი მღვდელი მიდის. ასევე ყავს ტიპი, რომელიც უხვევს ჯოინტებს. ჯოინტების შემხვევი კაცი ყავს, იმიტომ რომ თვითონ ამის დრო არა აქვს და ეხლა წარმოიდგინე საქართველოში რო ურეკავ, რომელიმე ვარსკვლავს და ეუბნები რა ხდება აქ რა, რომ აი მაგალითად თქვენი კონცერტის ყველაფერი მზად არის, ვინ იქნება თქვენთან, ჩემთან ერთად იქნება კიდევ
ორი პიროვნება. ალბათ პროდიუსერები მოყვება. რა გჭირდებათ მათთვის, რა არის რა ოთახები მოგიმზადოთ რა? არა, ოთახები არაფერი არ გვინდა, უბრალოდ რომ კონცერტის დაწყებამდე დარბაზში რომ ჩაიყვანო და სადმე დასვათ რომ კონცერტს უყურონ. ხო, არის. ხო იცი რომ ხუმრობა არ არის. არა, ნამდვილია. ჩვენთან შოუ ბიზნესში მოდიხარ, იმიტომ რომ მე ნამდვილი ბიზნესი დაიწყო ნიკა. აჰა, შოუ ბიზნესით იწყებ რომ მე ნამდვილი ბიზნესში გადავიდე. კარგი, მაშინ მე ხა ერთ ადამიანზე გინდათ ჩამოვთვლი მის რეგალიებს, ანუ ვინ? ვიქტორინა გვაქვს? ხო, და ვითხარი. აბა, მიდი ვითხარი ვინ არის. თუ გამოიცნობთ ვიზია საუბარი. თბილისში დაიბადა. გატაცებული იყო ექსტრემალური სპორტის სახეობებით და მის ანგარიშზე არის თვითმფრინავიდან 15 გადმოხტომა პარაშუტით. ასეთიც ყავს, წარმოიდგინეთ, 15 გადმოხტომა პარაშუტით. მუშაობდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმად. მუშაობდა ლატვიაში ქალაქ რიგის სამაშველო სამძებრო სამუშაოების ექიმ-ლეიტენანტად. 90-იან წლებში საომარი მოქმედებებისას მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბის უფროსად. ერთ ადამიანზეა საუბარი. შოუ ბიზნესის წარმომადგენელი და ის არის აჩიკო მეფარიძე. აქ არაფერი ხუმრობა არ არის მეგობარებო. ედას გეფიცები კიტოვანი მეგონა თავიდან. უბრალოდ შოუ ბიზნესი როა თორება. ტენგის კიტოვანი და აჩიკო მეფარიძე. არაფერი აქ არ არის ხუმრობა. საომარი მოქმედებებისას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბის უფროსი ბატონი არჩილ მეფარიძე. და ბოლოს იპოვა ადგილი შოუ ბიზნესში. იგი მარსია ნამყოფი. ალბათ ეგ არის ეგ. აი ну მოკლედ აი ესეთი ამბებიც არის რა, მაგრამ ერთადერთი უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება აჩიკოზე, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიგებთ რომელ წელს დაიბადა ის. მოდი არც თქვა. არსად არ არსებობს ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ის დაიბადა 24 აპრილს, მხოლოდ ეს ვიცით. ვიცით რომ 24 გვეუბნება მის ზოდიაქოს ნიშანს მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანს გვეუბნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წელს არ ასახელებს. არც საუკუნეს, მაგრამ ეპოქას. აი, არც ხანას. არა, ძალიან დიდი შანსია, ზუსტად ესე იყოს, რა იყოს მაგალითად შუა საუკუნეებში დაბადებული. აი, მაგალითად შეიძლება იყოს მე-15, იგივე წარმატება მე-12. აი, შეიძლება საერთოდ გრაფი დრაკულა ის არის. შეიძლება საერთოდ გრაფი დრაკულა ის არის. შეიძლება იყოს მე-კონცერტ უხუცეს. ყველას ზიანი დღეა, რა კაია. აი, ეს ყველა დრაკულა გვიმღერის. მოკლედ, ასაკს არ გვიმღერს.